როგორ გავხადო ეს ტექნოლოგია ჩემი სფეროს თამდევად, რომ მე შემიმსუბუქო საქმე. ანუ ამას როგორც მტერს ისე კი არ უნდა შევხედო, ან უნდა შევხედო ისე როგორც ჩემის ესე ვთქვათ დამხმარე საშუალება. ეს საკმაოდ რთული პროცესი არის, უნდა გითხრათ, ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური აღქმის რეალობა და ამ ინდივიდუალური აღქმის რეალობასთან ჭიდილი და ახლის მიღება ძალიან რთულია. ყველაზე მეტად მაინც AI შემოვიდა რეკრუტინგის ნაწილში და რატომ? იმიტომ რომ აქ ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული მანუალური და რუტინული საქმეები, რასაც რეკრუტერები აკეთებდნენ. წარმოიდგინე, დღეები დავუზოგეთ ამ ადამიანებს, რომ მათი რუტინული საქმე, ესე რომ ვთქვათ, წაიღო ტექნოლოგიებს. დასაქმების ბაზარი ძალიან იცვლება. და რას ნიშნავს? მაგალითად, რამოდენიმე ძალიან ცნობილი გამოცემა ამბობს, რომ 2030 წლისათვის შრომის ძალის მქონე ადამიანების 40% იქნება ფრილანსერი. ანუ ბიზნესი რეკრუტერებს და HR-ს კი არ გაუშვებს სამსახურთან. კიდევ უფრო მეც დაიმატებს, რომ ის დარჩენილი 60%, რაც დარჩება შრომის ბაზარზე, კომპანიებმა მიიზიდონ და გახდნენ კონკურენტუნარიანი. ადამიანების 40% 2030 წლისათვის, ნათქვამია, რომ იქნება ფრილანსერი. ანუ პირიქით გართულდება შერჩევის პროცესი, პირიქით უფრო მეტ რეკრუტერს აიყვანენ, მაგრამ არ აიყვანენ მანუალური ტასკებისთვის. აიყვანენ, რომ შევიდეს სიღრმეში. მეტი უნარები უნდა შევიძინოთ, როგორც სპეციალისტებმა, რომ გადავერთოთ და ვიყოთ ადამიანებზე ორიენტირებული ტიპები, რომლებიც მოიზიდავენ, სწორ ადამიანებს შეარჩევენ, სწორად ჩაატარებენ გასაუბრებებს და ჩავლენ სიღრმეში, ამოიღებენ ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, არ ვიცი, უნიკალურ თვისებებს, რომ ბიზნესი დაარწმუნონ, რომ მაგალითად სულხანი არის ის ადამიანი, ვინც ჩვენ გვჭირდება. ანუ სხვაგან გადადის ეს ხაზი.